კვირას 2 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ლიტურგია აღევლინა. დღეს საქართველოს მართლმა დიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა ექვთიმე აღმსარებელს კერესელიძეს, ღირს ექვთიმე დიც, წმინდა მოწამეებს ინას, რიმას და პინას, წმინდა მოწამეებს ვასეს, ევსევის, ევტიქის და ვასილიდეს. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შეომაღავლინა. თანამსახურებდნენ სამების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე არქიმანდრიტი ილია ნასიძე და სხვა სასულიერო პირები. წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა. დღესვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ელისაბედაშვილების გვარი დაილოცა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. დიდი მარხვის დაწყებამდე ერთი თვით ადრე მართლმადიდებელი ეკლესია იწყებს ჩვენს მომზადებას მარხვისთვის და გვახსენებს იმას, რისი გაგებაც მრავალ ადამიანს უჭირს, რომ უამრავი ცხოვრებისეული საზრუნავის გარდა არსებობს კიდევ ზრუნვა სულზე, ჩვენ შინაგან სამყაროზე. და რომ სწორედ ეს საზრუნავი არის პირველხარისხოვანი და უფრო მნიშვნელოვანი. აი დღეს წმინდა სახარება მოგვითხრობს ერთ ძალიან მდიდარ კაცზე, რომელიც იყო გადასახადების ამკრებთა უფროსი, სახელად ზაქე. იმ ეპოქაში ეს პროფესია ზაქესი დაკავშირებული იყო გამომძალველობასთან, მეკრთამეობასთან, უსამართლობასთან, უწესობასთან და ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს მეზვერეები ადამიანებს ზულდათ. და ერთხელ, როდესაც უფალი იესო ქრისტე ქალაქში შედის, ზაქემ მოინდომა მისი დანახვა, მაგრამ იმდენად ტანდაბალი იყო, რომ ამას ვერ ახერხებდა. ამიტომ მან გააკეთა ის, რაც იყო გმირობის ტოლფასი. იმდენად უნდოდა ქრისტეს დანახვა, რომ პატარა ბიჭივით ხეზე ავიდა, რომ იქედან დაენახა უფალი. ესე იგი, მთელი ამ ქალაქის თვალწინ ყველა იცნობდა მას, რა თქმა უნდა, და ის არ დაეძებდა, რომ ამისთვის შეიძლება დასცინონ, დაამცირონ, ოღონდაც კი მაცხოვარი ენახა. და აი, გულთამხილველმა უფალმა, რა თქმა უნდა, შეამჩნია მისი ესეთი განწყობა, ამან მიიპყრო ქრისტეს ყურადღება და როდესაც ჩამოუარა ზაქეს მოიხმო თავისთან და შემდეგ სახლშიც კი ესტუმრა მას. და აი ზაქეზე იმდენად იმოქმედა უფლის გულმოწყალებამ, მობიერებამ, რომ მასში მოხდა ის, ასაც ეწოდება სინანული. მან უთხრა ქრისტეს, რომ მე ცოდვილი კაცი ვიყავი, მაგრამ ამიერიდან მინდა ჩემი ცხოვრება გამოვასწორო. ჩემი ქონების ნახევარს დაურიგებ გლახაკებს და თუ ვინმესთვის რამე გამომიძალავს, 4 მაგათ ავუნაზღაურებო, მივაგებო 4 მაგათ. და უფალმა უთხრა, რომ დღეს მოვიდა ამ სახლის ხსნა, რადგან ესეც შვილი აბრაამისი არის. აი ასე მოხდა ზაქეს ფერიცვალება. აი ესეთ ცოდვილ კაცში, რომელიც ყველას ძულდა, რომელიც მუდამ სოდავდა, გაიღვიძა ქრისტეს ხილვის დანახვის წყურვილმა. ასე წყურვილი ქონდა, ძალიან დიდი. და
ბევრი დადის ეკლესიაში ადამიანი. მაგრამ აი ასეთი წყურვილი ქრისტეს დანახვისა ბევრს არ აქვს. აი ადამიანები მოდიან სხვადასხვა პრობლემით. ზოგს შვილი ავად გაუხდა, ზოგს პატიმრობა ემუქრება, ზოგს რაღაც მძიმე აზრები აწუხებს. ან ნაწყენია, ამ წყენით მოცულია. ან შური აწუხებს, ან რაღაც სხვა პრობლემები და უნდათ ამისგან განთავისუფლება და ღმერთს თხოვენ. მაგრამ რა იშვიათია ძმებო და დებო, რომ ადამიანს ეთქვას, რომ მე მინდა ქრისტეს დანახვა. და სწორედ ამიტომაც ჩვენ არ გვესმის, ჩვენს არ გვეუბნება უფალი იმ სიტყვებს, რაც უთხრა ამ კაცს, რომ ზაქე, სწრაფად ჩამოდი, მე დღეს შენ სახლში უნდა დავრჩე. და რატომ უთხრა ეს? მხოლოდ იმიტომ, რომ ზაქემ მოინდომა მისი დანახვა და მასთან შეხვედრა. და აი ამდენად უფალი ყოველთვის მიდის იმასთან, ვინც უფალს ეძებს, უფალსთან შეხვედრას ეძებს და ვისაც მისი დანახვა სურს. მაგრამ როგორ უნდა დავინახოთ ჩვენ ქრისტე? თუ დავიცავთ მის მცნებებს, შევუდგებით მას და გავხდებით მისი მოწაფეები. აი მაშინ ვიხილავთ ჩვენ უფალს. აი მაშასადამე მე რას გვასწავლის დღევანდელი სახარება? თუ რაში მდგომარეობს სულის გადარჩენა, სულის ცხონება? ის მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი სრულიად იცვლება, სრულიად სხვანაირი ხდება ქრისტეს შეხვედრის შემდეგ, ვიდრე იყო მანამდე. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ზაქეს მსგავსად ჩვენი ცხოვრების მთავარი მისწრაფება იყოს ქრისტეს დანახვა და მასთან დაახლოება. და აი მხოლოდ ესეთი ადამიანი, ვინც მიაღწევს თავისი პიროვნების ფერიცვალებას, იმკვიდრებს ღმერთის სასუფეველს. აი ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ ეს არის ქრისტიანობა. ამინ. დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის კურთხევით ილოცება ელისაბედაშვილების გვარი. ღმერთმა გაგახაროთ და გამრავლოთ და გაგაძლიეროთ. ჩვენთან არის ღმერთი.